სიცილიის სანაპიროსთან მაძარა დელ ვალოს მახლობლად რომაული ეპოქის გემი აღმოაჩინეს. ჩაძირული გემი ძველი წელთაღრიცხვის მეორე და პირველი საუკუნეებით თარიღდება და ის 46 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით გემის სიგრძე დაახლოებით 21 მეტრია, სიგანე კი 6 მეტრი. იტალიის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს ასობით ამფორა, რომლებიც გემს გადაჰქონდა, ასევე ტყვის ორი ღუზა. იტალიის კულტურის მინისტრმა ალესანდრო ჯულიმეს მოვლენა ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყალქვეშა არქეოლოგიურ აღმოჩენად შეაფასა. პალერმოს პოლიციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის მყინვარებმა განაცხადეს, რომ ადგილი კერძო პირებისგან მიღებული შეტყობინების შემდეგ იპოვეს. ახლა ჩატარდება შემდგომი კვლევა ადგილის არქეოლოგიური კონტექსტის რეკონსტრუქციისა და მისი დაცვისთვის საჭირო ზომების დასადგენად. რამდენიმე დღით ადრე სიცილიის სანაპიროსთან დიდი წყალქვეშა კრატერი და ახალი ჰიდროთერმული ხვრელებიც აღმოაჩინეს.